პერიოდში სხვა აქტივობები ხორციელდებოდა სამი მიმართულებით. ეს იყო განათლება, ჯანდაცვა და სოფლის მეურნეობის სექტორი და ეს იყო ღონისძიებები, რომლებშიც თქვენ იყავით აქტიურად ჩართული. ჩვენი საქმიანობის 4 წელი უკვე დასრულდა. ჩვენ წელს გვაქვს მეხუთე ეს გარდამავალი წელი, როდესაც ხდება ჩვენი საქმიანობების შეფასება და მომდევნო 5 წლის დაგეგმა. თუმცა მიუხედავად ამისა, ჩვენ არ შეგვიწყვეტა რა თქმა უნდა ღონისძიებები, ჩვენი საქმიანობები და ჩვენი ძირითადი მთავარი ფოკუსი ბავშვთა კეთილდღეობა და ზოგადად ბავშვის უფლებების დაცვა კვლავ დაიდმოტივად გასდევს ჩვენს საქმიანობებს. ასევე კახეთის 10 თემში და მასშტაბური კამპანიები უკვე კახეთის 5 სასკოლო კლუბთან ერთად. არის ესე იგი გახურვის ღონისძიება პროექტისა, რომელიც განხორციელდა ბოლდვიშენის ხარდაჭერით, არაცხელობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტის მიერ. ამ პროექტის ფარგლებში თემის ლიდერები დატრენინგდნენ ისეთ თემებში, საკითხებში, როგორც არის ოჯახური ძალადობა, ბავშვთა დაცვა, გენდერი და ასევე აქტიურად წარმართა მუშაობა 5 სასკოლო კლუბთან ერთად, რომლებმაც თავიანთი ძალებით და იდეების შესაბამისად განახორციელეს მასშტაბური ღონისძიებები, აქტივობები და კამპანია თავიანთ თემში ამ საკითხებთან დაკავშირებით. დღეს არის უკვე დასკვნითი ღონისძიება, სადაც ნახავენ ერთმანეთის ნამუშევრებს, ეს არის სპექტაკლები, ვიდეოები, ფლეშმობები, რომლებიც მათ თვითონ მოამზადეს და კიდევ ბევრი რამ. ამას გაეცნობიან და აი ეს ასე მოვითარებაში დავხვდათ აი ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება. როგორც უკვე ვიცით, World Vision-მა განახორციელა პროექტი არაძალადობასთან დაკავშირებით. ეს წარმოადგენდა ტრენინგებს. ტრენინგი იყო 2 დღიანი და მეორე დღეს ჩვენ დავგეგმეთ მომავლის აქტივობები თუ რაც გავაკეთებდით ჩვენ სოფელში. სხვა მრავალ აქტივობასთან ერთად ჩვენ გადავწყვიტეთ გადავგვიღო ვიდეო ბულინგთან და ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით, რაც გავაკეთეთ. ესეთი ვიდეო რგოლია დაახლოებით 7 წუთიანი და ჩვენ დღეს აქ წარმოვადგენთ ამ ვიდეოს და შემდეგ გავიგებთ ხალხისაც და გავარკვევთ რამდენად კარგად მივიტანეთ ჩვენი საქმე ხალხამდე და შევეცდებით რომ მაქსიმალურად მოუწოდოთ ხალხს იმისკენ რომ არ იძალადონ სხვაზე და პირიქით აღკვეთონ ძალადობის